გამარჯობა საღამომშვიდობის. ცოტა ხანი დავიცადოთ, რომ შემოგვიერთდნენ. 1-2 წუთი მაქსიმუმ და დავიწყოთ. კარგი, დავიწყოთ. სანამ დღევანდელ თემაზე საუბარს დავიწყებთ და მეც გაგეცნობით მანამდე პლატფორმის შესახებ მოგაწოდებთ ინფორმაციას. ეს არის Mac Georgia-ს პლატფორმა მშობლის კივრი. ვინც პირველად შემოგვიერთდით, ალბათ სახელწოდებაც მიგანიშნებთ, რომ ეს არის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის განკუთვნილი პლატფორმა, თუმცა ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა პირებსაც შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ბავშვის განვითარებასთან, განათლებასთან და გართობასთან დაკავშირებით. ეს პირდაპირი ჩართვა, ისევე როგორც სხვა ჩართვებიც, ჩაიწერება და შეინახება მშობლის კივრის ვიდეოთეკაში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიუბრუნდეთ და ნახოთ. ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის ჩვენი საუბარი ითარგმნება ჟესტურ ენაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით ლეკუნა ჯაფოშვილს მხარდაჭერისთვის. მადლობა ლეკუნა. კარგი. სანამ დავიწყებთ დღევანდელი თემის განხილვას და საუბარს იმაზე, თუ რა არის ქცევითი თერაპია, რას მოიაზრებს ქცევითი თერაპიის მომსახურება და რას გულისხმობს ქცევითი თერაპევტის საქმიანობა, მანამდე გაგეცნობით. მე ვარ ნათია ზაბახიძე, პროფესიით განვითარების ფსიქოლოგი და ქცევის ანალიტიკოსი. ამჟამად ვმუშაობ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ სივრცენში, ორგანიზაციაში პირველი ნაბიჯი საქართველო და საბავშვო ბაღ ფელიქსში. ასევე მეც ვარ მშობელი, 2 ბიჭუნას დედა. ხო, ეს არის რაც მინდოდა რომ ჩემზე გწოდნოდათ და ესე წარმედგინა ჩემი თავი. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება, რომ ქცევით თერაპიაზე, ქცევის გამოყენებით ანალიზზე ვისაუბროთ და ყველანაირად შევეცდები ამ ლაივ ჩართვის იმ დროში, რაც არის გათვალისწინებული ამ ლაივ ჩართვისთვის, ამ დროში შესაძლებლობის ფარგლებში მოგაწოდოთ ინფორმაცია გასაგებად, რამდენადაც ვიცი, ამ პლატფორმის ძირითადი აუდიტორია ხართ მშობლები, ასევე ის სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობთ, თუმცა შეიძლება არ იყოთ ქცევითი თერაპევტები ან ფსიქოლოგები და ძალიან შევეცდები, რომ პროფესიული ტერმინებით და ტექნიკური ტერმინებით დიდად არ დაგაბნიოთ, არ შეგაწყვინოთ თავი და რაც შეიძლება გასაგებად მოგაწოდოთ პროფესიული ინფორმაცია. როგორც თქვი, ძალიან მიხარია, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. საბედნიეროდ ბოლო წლების განმავლობაში ქცევით თერაპიის შესახებ ცნობიერება საკმაოდ არის გაზრდილი, ამაღლებულია ცნობიერება მშობლებში, სხვადასხვა სპეციალისტებში, ვისაც ბავშვებთან უწევთ ურთიერთობა და ვისი საქმიანობაც ბავშვების განვითარებაზე და კეთილდღეობაზე არის მიმართული. შესაბამისად, უკეთესად ხდება საჭიროების იდენტიფიცირება და გაზრდილია მომართვიანობაც და გადმომისამართებაც. მომართვიანობა მშობლების მხრიდან, თვითონაც კარგად ახერხებთ ხოლმე მშობლები ბოლო პერიოდში საჭიროებების იდენტიფიცირებას და გადმომისამართება სხვა სპეციალისტებისგან. ესენი შეიძლება იყვნენ პედაგოგები, ბაღების და სკოლების, ექიმები, პედიატრები და ასე შემდეგ. თუმცა ამავე დროს ხშირად მსმენია ქცევითი თერაპიის შესახებ, მათ შორის
ქცევით თერაპევტებში ალბათ ნაკლებად, მაგრამ ფსიქოლოგებში და არა მხოლოდ, ანუ ბევრი სხვადასხვა ადამიანისგან მსმენია, რომ ქცევითი თერაპია არის ძალიან შემზღუდველი, მოუქნელი, მკაცრი, არ ხდება ინდივიდების სურვილების და ინტერესების გათვალისწინება. მაგალითად, ქცევითი თერაპიით არ შეიძლება ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობა, იმიტომ რომ ძირითადად არის სტრუქტურირებული, მკაცრად გაწერილი რაღაცა ჩარევის პროგრამა, მაინც და მაინც მაგიდასთან ხდება მუშაობა, თერაპევტები არიან მკაცრები, არ გამოხატავენ ემოციებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ქცევითი თერაპიის შესახებ. და ვინც ახლა მისმენთ და ამგვარი ინფორმაცია გქონდათ ან გაქვთ ქცევით თერაპიაზე, შევეცდები რომ სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, იმიტომ რომ რაც მე ახლა ჩამოვთვალე, არ არის სიმართლე. ერთადერთი რაც ჩემი ჩამოთვლილიდან ქცევით თერაპიას მიესადაგება და შეიძლება იყოს კი არა და ნამდვილად არის სიმართლე, ეს არის რომ ნამდვილად გვაქვს სტრუქტურა, ეს ნამდვილად არის სტრუქტურირებული მიდგომა თერაპიის, გვაქვს გაწერილი მიზნები და ნამდვილად ვიცით რა უნარების განვითარებაზე ვმუშაობთ. თუმცა აი ამ ყველაფრის გარდა, ამ ყველაფრის მიღმა ძალიან მოქნილები, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულები, ინდივიდის, ვისთანაც მუშაობთ, ბავშვის, ვინც იქნება, საჭიროებებზე მორგებულია თერაპია, მისი ინტერესების, სურვილების, მოტივაციების გათვალისწინება არის ძალიან საჭირო და აუცილებელი. თერაპევტები გამოხატავენ ემოციებს ნამდვილად, ადრეული ასაკის ბავშვებთან ძალიან ეფექტურია და რაც უფრო ადრე დაიწყება ქცევითი თერაპია საჭიროების შემთხვევაში, კვლევები აჩვენებს, რომ ბევრად უფრო ეფექტურია შედეგები მომავალში. ხო, მოკლედ, ცოტა არასწორი და ცოტა ისეთი წარმოდგენებია ქცევით თერაპიაზე, რაც შეიძლება 30 წლის წინანდელ ქცევით თერაპიას ეხება. თუმცა თანამედროვე ქცევითი თერაპია აბსოლუტურად განსხვავებულია ამისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ABA ეს ასოთა შეთანხმება გაგვიგია ხშირად ქცევით თერაპიასთან კავშირში. ABA არის აკრონიმი, შემოკლება ქართულად ქცევის გამოყენებითი ანალიზის. ცოტა რო ვისაუბროთ იმაზე, რა არის ქცევის გამოყენებითი ანალიზი და როგორი ისტორია აქვს ამ მეცნიერებას. ეს არის მეცნიერება, მაგრამ სანამ ქცევის გამოყენებითი ანალიზი განვითარდებოდა როგორც მეცნიერება, მანამდე იყო ბიჰევიორიზმი. ეს არის ქცევის შემსწავლელი მეცნიერება, ასევე ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი და ესენი მანამდე, ანუ ქცევის გამოყენებით ანალიზამდე იყო მეცნიერებები, რომლებიც ძირითადად ექსპერიმენტებით და ლაბორატორიებში სწავლობდნენ ქცევას და ცოცხალი ორგანიზმების ქცევას. თუ რა ფაქტორები განსაზღვრავდნენ ცოცხალ ორგანიზმებში, ამა თუ იმ ქცევის დასწავლას, შენარჩუნებას და ან შეცვლას. ხოლო შემდეგ ეს იყო სადღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცოტა კიდევ უფრო ადრე და მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მეცნიერებმა დაიწყეს ლაბორატორიებში და ექსპერიმენტებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ანუ რაც მეცნიერებმა ისწავლეს და რაც ცოდნაც მიიღეს თუ როგორ ყალიბდება ქცევა, როგორ შეიძლება რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა, ექსპერიმენტები და ლაბორატორიებში კვლევები ძირითადად ადამიანებზე არ ტარდებოდა, მაგრამ ამ ცოდნის გადმოტანა ნელ-ნელა დაიწყო იმაზე თუ ადამიანებში როგორ ხდებოდა, ვთქვათ, ეს კანონზომიერებები, რაც მტრედებზე, მაიმუნებზე და სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებზე მიიღეს ცოდნა და 60-იან წლებში დაიწყეს ამ ცოდნის პრაქტიკაში გადმოთარგმნა და გადმოტანა. და აი ამ დროს შეიქმნა ქცევის გამოყენებითი ანალიზი. ქცევის გამოყენებითი ანალიზი, ანუ არის მეცნიერება, რომელიც ექსპერიმენტებით და ლაბორატორიებში მიღებულ ცოდნას გადმოთარგმნის პრაქტიკაში და მისი მთავარი მიზანია, რომ ეს ცოდნა, მეცნიერებით მიღებული ცოდნა, გამოვიყენოთ პრაქტიკაში ისე, რომ ინდივიდების კეთილდღეობა შეუწყოს ხელი იმ ინდივიდების, ვისაც ქცევითი თერაპია სჭირდება. და აი მე მივედით ახლა ქცევით თერაპიასთან. ქცევით თერაპიამდე მივადექით ქცევით თერაპიას, იგივე ABA თერაპიას. ეს არის
თერაპიული მომსახურება, რომელიც იყენებს იმ თეორიულ ცოდნას, თერაპიის პროცესში, რაც აი ზემოთ ჩამოვთვალე, რაც არის რაღაცა კვლევებით, ექსპერიმენტებით მიღებული, თუმცა რეალურად ადამიანების საჭიროებების ამ ცოდნის ადამიანების საჭიროებებზე მისადაგება ხდება და იმისთვის, რომ ეს ცოდნა გამოვიყენოთ, რათა ადამიანების ცხოვრება გახდეს უკეთესი, მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის, იმ ინდივიდის, ვინც იღებს თერაპიას, პირველ რიგში მისი და შემდეგ, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ხდება, რომ მისი უახლოესი გარემოცვის ცხოვრებაც უკეთესი ხდება, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ოჯახი, უახლოესი საახლობლო, სანათესაო, ბაღი, სკოლა, სამეგობრო და ასე შემდეგ. რა უნარებზე შეიძლება ვიმუშაოთ ქცევითი თერაპიის ფარგლებში, უფრო დეტალურად ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. აი ჯერ განსაზღვროთ რა არის ქცევა, ხო? აი და რაზე შესაბამისად მე რაზე შეიძლება ვიმუშაოთ ქცევითი თერაპიის პროცესში, ფარგლებში. როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ტექნიკური ტერმინისგან თავს შევიკავებ და მარტივად რო ვთქვათ და მარტივად რო განსაზღვროთ, ქცევა არის ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს. ქცევით თერაპიაში შესაძლებელია მუშაობა ისეთ ქცევაზე, რომელიც ისეთ უნარზე, რაც ქცევაშია გამოხატული, რასაც ადამიანი აკეთებს, რომელთა დაკვირვება და გაზომვაც არის შესაძლებელი. დაკვირვებაში იგულისხმება ის, რომ ვხედავდეთ ნამდვილად, რომ კონკრეტულ ქცევას აქვს ადგილი, რომ ის ნამდვილად ხორციელდება და ამის დაკვირვება არის შესაძლებელი. და გაზომვაში იგულისხმება ის, რომ შეგვიძლია აღვრიცხოთ მაგალითად რამდენჯერ განხორციელდა კონკრეტული ქცევა, რაოდენობა აღვრიცხოთ და რაოდენობაში გავზომოთ, ან ხანგრძლივობა, რამდენი ხნით ხორციელდება ქცევა, ან შევაფასოთ ინტენსივობა, რამდენად ძლიერი ან ნაკლებად ძლიერი, რამდენად სუსტია ქცევა, ან ძლიერი. ინტენსივობაში, უკეთესად რომ ავხსნა და მოვიყვანო მაგალითი, თუ მაგალითად ვერბალურ ქცევაზე, მეტყველებაზე გვაქვს საუბარი, ხმამაღლა საუბრობს ინდივიდუ თუ ხმადაბლა, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ქცევა, უნარი იყოს, მეტყველების უნარი, მაგრამ იყოს ძალიან ხმადაბალი და ინტენსივობა იყოს გასაზრდელი. ან იყოს ძალიან ხმამაღალი და კონკრეტულ რაღაცა სოციალურ სიტუაციაში ესე ხმამაღლა საუბარი არ იყოს მაინც და მაინც ესეთი სასურველი, ხო? ან თქვათ წერის დროს კალამით საკმარისად არ აჭერდეს ფურცელს და ხაზი იყოს ძალიან მკრთალი და ეს იყოს ნაკლებად ინტენსიური ქცევა და საჭირო იყოს ინტენსივობის გაზრდა. ეს რაც შეეხება ინტენსივობას. მოკლედ, როგორც ვთქვი, რომ ჩვენ რაც ქცევით თერაპიაზე რაზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ, ქცევა უნდა იყოს დაკვირვებადი, უნდა ვხედავდეთ, იყოს გაზომვადი და ხო, უნდა იყოს ქცევა, უნდა აკეთებდეს ადამიანი ამას. ნებისმიერი უნარი, რაც ქცევაში გამოიხატება, რასაც აკეთებს ადამიანი, ინდივიდს რისი გაკეთება შეუძლია, ყველაფერზე შეიძლება იმუშაოს ქცევითმა თერაპევტმა, ყველაფერი შეიძლება ქცევით თერაპიაში, ქცევითი თერაპიის ფარგლებში ამ ყველაფერზე მოხდეს მუშაობა. ქცევის გამოყენებითი ანალიზი გვეხმარება იმაში, რომ დაგროვილი ცოდნა ქცევის გამოყენებით ანალიზში გვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ქცევა, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კონკრეტული ინდივიდისთვის ქცევა, ვინც ახორციელებს ქცევას, როგორ ყალიბდება ქცევა, როგორ ხდება მისი შენარჩუნება, ჩანაცვლება, რა გავლენას ახდენს გარემო ქცევაზე და ასე შემდეგ და გარემოში იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე სოციალური გარემო, ფიზიკურად გარემო როგორია და ამ გარემომ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქცევაზე და ასევე და ახდენს გარემო ნამდვილად ქცევაზე გავლენას და ასევე ის ადამიანები, ის სოციალური გარემო, რაშიც იმყოფება ინდივიდი, როგორ გავლენას ახდენს ქცევაზე.
ეს ხო ცოდნა ქცევის გამოყენებით ანალიზში ნამდვილად გვეხმარება იმაში, რომ ამ ყველაფრის ანალიზი მოვახდინოთ და შესაბამისად დავგეგმოთ მერე ჩარევა უნარების განვითარების კუთხით ან პრობლემური ქცევის შემცირების კუთხით. ქცევითი თერაპიის მთავარი მიზანი არის რომ მოხდეს ინდივიდისთვის, იმ ადამიანისთვის, იმ ბავშვისთვის, ვისთანაც ქცევითი თერაპევტი მუშაობს, სოციალურად მნიშვნელოვანი და მისი უკეთესი ფუნქციონირებისთვის ხელშემწყობი ქცევების განვითარება და შემცირება და ჩანაცვლება ისეთი ქცევების, რომლებიც შეიძლება იყოს დამაზიანებელი, ხელისშემშლელი განვითარებაში, სწავლებაში, მისი უკეთესად ფუნქციონირებისთვის შეიძლება იყოს ბარიერი. თუმცა ერთი კიდე რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო, უფრო ესე ხაზგასმით არის ის, რომ და რაზეც მე პირადად მე რასთანაც მქონია შეხება არის ის, რომ ხშირად ფიქრობენ, რომ ქცევითი თერაპიის სამიზნე ადამიანები, ბავშვები არიან მხოლოდ ისინი, ვისაც აქვთ ან ძალიან ისეთი რთული ქცევა, დამაზიანებელი, ხელისშემშლელი განვითარებაში მათთვის ან სხვებისთვის და არა ის, რომ ქცევითი თერაპია შესაძლებელია იყოს მიმართული უნარების განვითარებისკენაც. ხო და არა, ნებისმიერი რამე, რაც არის ქცევა, პირიქით, უფრო სწორედ, ძალიან დიდი როლი ქცევით თერაპიას აქვს სწორედ უნარების განვითარებაში და იმაში, რომ უნარების განვითარებით ადამიანი გახდეს უფრო ფუნქციური, ადაპტური, დამოუკიდებელი, მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. Რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ იმას არანაირად, რომ როცა რთული ქცევა არის სახეზე, მაშინ არ უნდა იმუშაოს ქცევითმა თერაპიამ. Რა თქმა უნდა იმუშაოს, უბრალოდ ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი საკითხი, რაზეც მუშაობს ქცევითი თერაპია. ისევე როგორც რთული ქცევის შეცვლაზე და შემცირებაზე, ზუსტად იგივე ხარისხით ხდება მუშაობა უნარების განვითარებაზე და ჩამოყალიბებაზე. რაც შეეხება უნარების განვითარებას, რა უნარებზე იმუშავებს ქცევითი თერაპია, ეს არის პირდაპირ კავშირში იმასთან, თუ რა პრიორიტეტები აქვს ბავშვს და მის ოჯახს. ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბავშვისთვის და მისი უახლოესი გარემოსთვის იმ უნარებზე მუშაობა, რაზეც ქცევითი თერაპია იმუშავებს. Აი პირობითად მაგალითად რომ ვთქვათ, სოფლად მცხოვრები ბავშვისთვის შეიძლება სხვა უნარებზე მუშაობა იყოს პრიორიტეტული, ვიდრე იმ ბავშვისთვის, რომელსაც ყოველდღე უწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ყოველდღე უწევს, რომ გადაკვეთოს ქუჩა, სადაც შუქნიშანია და შუქნიშნის ფერების ცნობა იცოდეს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გარემოს და სოციუმს, სადაც ბავშვი ცხოვრობს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, თუ რა არის კონკრეტული ბავშვისთვის სოციალურად მნიშვნელოვანი. შეიძლება ქალაქში მცხოვრები ორი სხვადასხვა ბავშვისთვის, ანუ ქალაქში და სოფლად ცხოვრება არ არის მხოლოდ განსაზღვრელი და განმასხვავებელი იმისთვის, რომ სოციალურად მნიშვნელოვანი სხვადასხვა უნარები შეიძლება იყოს. შეიძლება გვერდ მეზობლად ცხოვრობდნენ ბავშვები და ერთისთვის სხვა უნარებზე მუშაობა იყოს მნიშვნელოვანი, უფრო და პრიორიტეტული და მეორესთვის სხვა უნარებზე მუშაობა იყოს უფრო მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის გამოკვეთა ხდება ოჯახთან, მშობლებთან ძალიან დეტალური კომუნიკაციით და ბავშვზე დაკვირვებით, რა თქმა უნდა. ასევე ქცევითი თერაპიის ფარგლებში არის სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შევაფასოთ ბავშვის საჭიროებები, ძლიერი მხარეები, დეფიციტური უნარები, რომლებიც შეიძლება ბარიერი იყოს განვითარებისთვის და ამ შეფასების საფუძველზე ხდება პროგრამის შექმნა, მიზნების შექმნა, რის საფუძველზეც შემდეგ, რა თქმა უნდა, ოჯახის პრიორიტეტების გათვალისწინებით და ოჯახთან ძალიან ისეთი მჭიდრო კომუნიკაციით იწყება სხვადასხვა კონკრეტულ უნარებზე მუშაობა. პირობითად და ისე მაგალითად
ესენი შეიძლება იყოს ჩამონათვალი უნარებისა, რაზეც ქცევითი თერაპიის ფარგლებში ხდება მუშაობა, თუმცა შესაძლებელია პრიორიტეტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კიდე რაღაცა სხვა უნარებიც დაემატოს. მაგალითად, მეტყველების და კომუნიკაციის უნარებზე მუშაობა, დავალებაზე კონცენტრირების, თანამშრომლობის, სოციალური უნარები, ფუნქციური და თვითმოვლის, ასევე დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარები შეიძლება იყოს ქცევითი თერაპიის სამიზნე, აკადემიური უნარები და კიდე ისეთები, რაც ახლა ამ წუთას ვერ ჩამოვთვალე, ქცევაში გამოიხატება და მათზე მუშაობა და მათი განვითარება კონკრეტული ინდივიდისთვის არის სოციალურად მნიშვნელოვანი. ხო, იმის თქმა დამავიწყდა დასაწყისში და ახლა ვიტყვი, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ საშუალება, რომ მოიწეროთ თქვენი კითხვები და ჩემი აი ამ რაღაცა პატარა თეორიული მიმოხილვის შემდეგ აუცილებლად პასუხს გავცემ იმ კითხვებს, რომლებიც ჩატში შემოვა და რომელზეც, რა თქმა უნდა, თქვენ ინტერესი გექნებათ. ვისთვის არის ქცევითი თერაპია? ქცევით თერაპიაზე არის მოსაზრება და ძალიან ისე სამართლიანად და ნამდვილად ასეა, რომ ძირითადად ხდება მუშაობა აუტიზმის მქონე ბავშვებთან. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ჯგუფი, ვისთანაც ქცევითი თერაპიით მუშაობა არის შესაძლებელი. ქცევითი თერაპიით მუშაობა შეიძლება სხვადასხვა განვითარების, ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ინდივიდებთან, შეიძლება იყოს ნეიროტიპიური განვითარების ბავშვი, თუმცა ჰქონდეს გარკვეული ქცევითი სირთულეები ან კონკრეტული უნარების განვითარებას საჭიროებდეს. ხო, ანუ ნამდვილად ასეა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებთან არის ყველაზე გავრცელებული ქცევითი თერაპიის მომსახურება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ჯგუფი, ვისთვისაც შეიძლება სასარგებლო იყოს ქცევითი თერაპია. ამისი თქმა მინდოდა, ქცევითი თერაპია საუკეთესო შემთხვევაში ხორციელდება თერაპიულ ცენტრში, ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში. ეს ბუნებრივი გარემო შეიძლება იყოს სახლი, საბავშვო ბაღი, სკოლა, იდეალურ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ინდივიდუალურად, ჯგუფურად, კლასში, თანატოლებთან, სოციუმში. ანუ თუ სხვადასხვა გარემოში, სადაც ფუნქციონირებს ინდივიდი, რომელიც თერაპიას იღებს, მოხდება ქცევითი თერაპიული ჩარევა, იქნება, რა თქმა უნდა, ეფექტური და ძალიან კარგი. თუმცა ყოველთვის ეს ვერ ხერხდება ხოლმე სხვადასხვა მიზეზების გამო და სხვადასხვა რესურსების არ გქონის გამო. და ხო, სადაც იქნება შესაძლებელი და სადაც უფრო მოსახერხებელი იქნება ოჯახისთვისაც, ბავშვისთვისაც და თერაპევტსაც ექნება საშუალება, რომ კონკრეტულ გარემოში გაუწიოს თერაპია ბავშვს, იქ უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა. თუმცა იდეალურ შემთხვევაში სხვადასხვა გარემოში და სხვადასხვა როგორ თქვა, ინდივიდუალურადაც, ჯგუფურადაც, თანატოლებთანაც და ჯგუფშიც იქნებოდა კარგი. ეხლა ცოტა ვისაუბროთ იმაზე, ვინ შეიძლება გახდეს ქცევითი თერაპევტი. იდეალურ შემთხვევაში კარგი იქნება, რომ იყოს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ან მომიჯნავე სპეციალობების კურსდამთავრებული. ეს შეიძლება იყოს სოციალური მუშაკი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, მოკლედ ადამიანი, რომელსაც საუნივერსიტეტო განათლებით ინფორმაცია და ცოდნა აქვს ბავშვის განვითარების თავისებურებებზე, განვითარების მახასიათებლებზე, განვითარების საჭიროებებზე და ასე შემდეგ. ამასთან ერთად აუცილებელია, რომ გავლილი ჰქონდეს ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო 40 საათიანი თეორიული ტრენინგ კურსი და ასევე ძალიან სასურველია, რომ გავლილი ჰქონდეს პრაქტიკული ტრენინგიც იქამდე, სანამ დაიწყებს ქცევით თერაპევტად მუშაობას. ახალი ქცევითი თერაპევტი აუცილებლად უნდა მუშაობდეს გამოცდილი სუპერვიზორის ინტენსიური სუპერვიზიის ქვეშ. ხო,
თუმცა ეს მე ტრენინგი და განათლება რაც ჩამოვთვალე, ეს არის მინიმალური სტანდარტი და აუცილებლად თერაპიული მომსახურებების, თერაპიული საქმიანობის დაწყებასთან ერთად სასურველი და ძალიან კარგია, რომ მან გაიღრმაოს ცოდნა ქცევით თერაპიაში, გაიაროს სხვადასხვა ტრენინგები, მუდმივი განახლება მოახდინოს ცოდნის, ახალ კვლევებს გაეცნოს, საერთაშორისო გამოცდილებების შესახებ მოისმინოს, წაიკითხოს. სამწუხაროდ ამ ეტაპზე ქართულად არ გვაქვს ბევრი რესურსი, რაც უახლესი, თქვათ, კვლევების და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღებას გაადვილებდა ქართველ სპეციალისტებთან, თუმცა ვისაც ინგლისურად წაკითხვა, მოსმენა და ასე შემდეგ შეუძლია, მათთვის უამრავი უფასიანი რესურსია YouTube-ზე, ვიდეოები, ლექციები, სტატიები, პოდკასტები და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის ინფორმაციის ქონა იმაზე, რომ როცა თერაპევტი მუშაობს კერძოდ, ანუ არც ერთ ცენტრში, მაგრამ ოჯახთან მუშაობს კერძოდ, აუცილებლად იკითხოთ, აქვს თუ არა ამ თერაპევტს სუპერვიზია. ანუ ყავს თუ არა სუპერვიზორი და აქვს თუ არა მუდმივი სუპერვიზია. ნუ რაღაცა გარკვეული ხანგრძლივობით, იმიტომ რომ ქცევით თერაპიაში ძალიან გამოცდილ სპეციალისტსაც აუცილებლად სჭირდება სუპერვიზია, განხილვა იმისა, თუ როგორ მიდის კონკრეტული ჩარევა, როგორ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა ტექნიკებს იყენებს, თქვათ მონაცემები რას გვიჩვენებს, როგორ მივდივართ წინ რაღაცა სხვა მიზნები ხო არ არის უფრო რელევანტური და პრიორიტეტული კონკრეტული ასაკის და კონკრეტული მდგომარეობის ინდივიდისთვის და ასე შემდეგ. ამაზე ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ დასვათ კითხვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ასევე სუპერვიზორისაც და თავად თერაპევტისაც კვალიფიკაცია, ცოდნა იმ კუთხით, რომ აი სად უმუშავია, რა გამოცდილება აქვს, რა კვალიფიკაცია აქვს, რა ტრენინგები გაუვლია, როგორ მუშაობს და ასე შემდეგ, ამ ყველაფრით შეგიძლიათ დაინტერესდეთ, ეს არის თქვენი უფლება და ამაზე უნდა გქონდეთ ინფორმაცია აუცილებლად. რაც შეეხება ახლა სპეციალისტების კუთხით, რომ და სპეციალისტებისთვის ანუ ვისაც შეიძლება აინტერესებდეს მომავალში, რომ ქცევითი თერაპიაში დასაქმდეს ან ქცევითი თერაპევტი გახდეს, აკადემიური პროგრამა, ესე კონკრეტულად ქცევის გამოყენებით ანალიზში საქართველოში ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა ესე კონკრეტულად ჯერჯერობით არ არის, მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში, თუმცა საუნივერსიტეტო კურსებში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე კურსები ქცევის გამოყენებითი ანალიზის იკითხება. ასევე რაც ძალიან კარგია არის ის, რომ ილიაონის ბაზაზე არის სასერტიფიკატო კურსი, რომელიც შედგება 7 თეორიული მოდულისგან და რომელიც ძალიან საფუძვლიან ცოდნას აძლევს სპეციალისტს ქცევის გამოყენებით ანალიზში და უკვე მესამე ნაკადის მიღება ხდება ამ სასერტიფიკატო კურსზე. ეს არის რაც არის მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი მოკლე ინფორმაცია ქცევის გამოყენებით ანალიზთან დაკავშირებით, ქცევითი თერაპიასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შეიძლება იყოს ქცევითი თერაპევტი და რა ცოდნა და გამოცდილება უნდა ჰქონდეს მას, თუ გაქვთ კითხვები და გაინტერესებთ რაღაცა უფრო მეტი დეტალი ან კონკრეტულად რაღაცა საკითხზე უფრო მეტად საუბარი, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ამასთან დაკავშირებით. კარგი, სად შეიძლება გავლა 40 საათიანი საბაზისო კურსის? 40 საათიანი საბაზისო კურსის გავლა შეიძლება ბევრ სხვადასხვა ორგანიზაციაში, ძირითადად იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც ქცევითი თერაპიის მომსახურება აქვთ, რომლებიც თვითონ არიან მომსახურების მიმწოდებლები. ასეთი თბილისში საკმაოდ ბევრია,
და სადაც გსმენიათ, რომ ქცევითი თერაპიის მომსახურება ხორციელდება, იმ ორგანიზაციებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გკითხოთ, როგორც წესი მათი Facebook-ის გვერდზე ხშირად იდება ხოლმე ანონსი თუ ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტულ დროს ეს კურსი ტარდება. თუ არ ვცდები, ქუთაისშიც არის ასეთი კურსის გავლის შესაძლებლობა, ქუთაისშიც მოღვაწეობენ ორგანიზაციები, რომლებიც ქცევითი თერაპიით მუშაობენ. თბილისში და ქუთაისში ნამდვილად ვიცი, რომ შესაძლებელია იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ ქცევითი თერაპიის მომსახურებას. ეს რაც შეეხება 40. ხო, და ასევე 40 საათიანი საბაზისო კურსის გავლას როცა გადაწყვეტთ, ამ დროსაც დაინტერესდით ტრენინგების კვალიფიკაციით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაინტერესებს რა ღირს ილიაში კურსის გავლა. ამაზეც ილია-უნის გვერდზე დევს ინფორმაცია, სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში, რომ ნახოთ ილია-უნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის Facebook-ის გვერდზე, უფრო კონკრეტულად, ილია-უნისთან არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი რომ არის გეცოდინებათ, აი მათ Facebook-ის გვერდზე დევს ლინკი, სადაც გადახვალთ და ნახავთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიცავს ეს კურსი და რა ღირს თითოეული მოდულის გავლა. კი ბატონო. სხვა კითხვები ხომ არ არის? უფრო რაღაცა ქცევითი თერაპიის შინაარსთან დაკავშირებით ან რაზე შეიძლება ქცევითმა თერაპევტმა იმუშაოს ან როდი შეიძლება ჭირდებოდეს ბავშვს ქცევითი თერაპია? როგორც ხედავ, სხვა კითხვა არ არის. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, მაშინ შეგვიძლია დავასრულოთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ აქ იყავით, მისმინეთ. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.